სალამ მეგობრებო. სამსახურიდან ახლა მოვედი და საქართველოს ბანკის აპლიკაციაში შევედი, სადაც დამხვდა კითხვა, რას ვსურვებ საქართველოს. 9 ჯერ დავწერე რაღაც და 9 ჯერვე წავშალე. იმიტომ რომ 150.000 ბგერისგან შედგებოდა და ვერ ვტევდი. ახლა კი მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერას ვაპირებ. და სანამ გეტყვით რა არის ეს ერთი სიტყვა, მე ვთვლი რომ საქართველოს ბევრს ვერაფერს ვერ ვუსურვებ. მას ყველაფერი აქვს. პირველი და უმთავრესი, საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა. მას აქვს რწმენა, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, თავისუფლებაზე, უდრეკობაზე. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელმაც გაზარდა შვილი, რომელიც არ გატყდა ეშმაკის წინაშე. მაშინაც არ გატყდა, როცა ჯვარზე აცვეს და გაიმარჯვა. საქართველო ერთი ციდა ქვეყანაა და ყველას აინტერესებს. საქართველოში 4 სეზონი გვაქვს. 4 ვკუთხილ ნოყიერი მიწები გვაქვს. 4 ვკუთხილ სალოცავები გვაქვს. შავი ზღვა გვაქვს. პორტალიაო ჩვენზე ამბობენ. მხოლოდ ჩვენს ქართულ ხალხურ მუსიკაში არის 4 ხმოვანება. რას გადავეკიდე ამ 4-ს? რა ვიცი. ჩემთვის რაღაცნაირი რიცხვია. სამება და ჩვენ. ერთი მუჭაერი ვართ და 21 საუკუნეა მოვდივართ. ჩვენ გვაქვს 100.000 მოწამის დღე, 100.000 შეწირული თავის დღე რწმენისთვის. ჩვენ გვყავს თავდადებული მეფეები. ქეთევანწამებული ჩვენი არ იყო? თამარი, მოუდრეკელი ქალები. ჩვენ როცა გვშია ერთმანეთს კი არ ვჭამთ. ერთმანეთს ვაჭმევთ. ჩვენ როცა გვცივა, სადღაც რაღაცას კი არ ვეწევთ, ერთმანეთს ვეხუტებით და ვათბობთ. და რაც უფრო მეტად ცდილობენ ჩვენს დამარცხებას, უფრო მაგრები ვხდებით და ვიმარჯვებთ. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ერი ვართ. ამიტომ საქართველოს ბანკის აპლიკაციაში რას ვუსურვებ საქართველოს, მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა დავწერო. ღვთისწყალობას, რომელიც ყოველთვის მაშინ გვეძლება, როცა ყველაზე ძალიან გვჭირდება. როცა სატანას ყველაზე მეტად გონია, რომ ფესვები გაიდგა. მიყვარხართ და გისურვებთ წყალობას, ღვთისწყალობას, ჩემო ქართველებო.